მოგესალმებით, დღეს ჩვენ განვიხილავთ Samsung-ის 2015 წლის საუკეთესო ფლაგმანებს S6 და S6 Edge. ასე გამოიყურებიან ისინი ვიზუალურად. ეს გახლავთ Edge და ეს გახლავთ S6. ასე გამოიყურება ორივე მათგანი. უგრინდან ვიზუალურად არ განსხვავდებიან, მაგრამ ვისაუბრებთ თუ რა სხვაობა ამ ორ მოდელს შორის. პირველ რიგში დავიწყოთ S6-დან განხილვა. იგი გახლავთ ასე ვთქვათ Samsung-ის ახალი S სერიის წარმომადგენელი, ანუ S6. აქამდე იყო ასე ვთქვათ S სერიები თავიდან Galaxy S და შემდგომ ეტაპობრივად მიყვნენ ამ სერიებს და მიაღწიეს უკვე როგორც იქნა S6, სადაც Samsung-მა განაცხადა, რომ მუშაობას დაიწყებდნენ ნულიდან და აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული პროექტი და რაშიც დამეთანხმებით უკვე მას შემდგომ რაც ნახავთ აღნიშნულ მოდელს, მართლაც ძალიან მაგრად აქვს ნამუშევარი Samsung-ს, აბსოლუტურად ყველა განხრით, როგორც მატერიალების მხრივ, აგრეთვე სისტემურად. პირველ რიგში ნახოთ მისი მატერიალები, კორპუსი გახლავთ მეტალის, ძალიან კარგად ჯდება ხელში, გვაქვს ხმის დამწევი ღილაკი. აქ გვაქვს Samsung-ის ტრადიციული ფიზიკური ღილაკი, გვაქვს multitasking-ის ღილაკი და back sensor-ული ღილაკი, რომელთაც უკან გამოვდივართ ისევ ავტომატურად. და აქ არის ჩართვა-გათიშვის ღილაკი, რომელიც რა თქმა უნდა გვჭირდება შესაბამისად და სიმბარათის სლოტი, სადაც ჩავდებთ, მოვათავსებთ ჩვენს სიმბარათს. ქვევით არის 3.5 მმ-იანი ჯეკი, არის USB პორტი, სადაც შევაერთებთ USB კაბელს და გადავიტანთ ფაილებს კომპიუტერში ან პირიქით ან დავტენით. აქ არის მიკროფონი, რომელიც გვჭირდება საუბრის პროცესში ან ხმის ჩაწერის პროცესში და არის რა თქმა უნდა სპიკერი. აქ არის შიდა სპიკერი, რომელიც როდესაც საუბრობთ, ზარებს ვახორციელებთ, ამ შემთხვევაში გვჭირდება. უკან არის კამერა, არის LED განათება, გვაქვს ასე ვთქვათ პედომეტრი, რომელიც გულის პულსს ზომავს და აგრეთვე ნაბიჯებს ითვლის, SLC ვიცით პროგრამა, რომელიც გვეხმარება ამის გაზომვაში. და მოკლედ ასე გამოიყურება ვიზუალურად. წინა მხარე და უკანა მხარე არის Corning Gorilla Glass-ის დამცავი მინით დაცული, მეოთხე თაობის დამცავი მინით, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაცულია როგორც კაწვრისგან, აგრეთვე ტეხვისგან, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპამდე. ახლა კი გადავიდეთ და ვისაუბროთ დაწვრილებით ამ მოდელზე. იგი გამოვიდა 2015 წლის მარტში. მისი ეკრანის ზომა გახლავთ 5.1 დიუმი დიაგონალზე. რეზოლუცია გახლავთ Quad HD 1440 პიქსელი 2560 პიქსელზე, 577 ppi pixel density, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეკრანის ზომაზე ნამდვილად მაგარი სიმჭიდროვეა პიქსელების, ამაში დამეთანხმებით და თავად Samsung-მაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე Samsung-ს რაც აქვს smartphone-ები, ყველაზე მაგარი რეზოლუცია და ყველაზე მაგარი კონტრასტი აქვს. შეგვიძლია აგრეთვე Note 4-საც შევადაროთ. Note 4, რა თქმა უნდა, სხვა კლასია კიდევ S სერიისგან განსხვავებით, მაგრამ რეზოლუციის მხრივ შეგვიძლია შევადაროთ და ნამდვილად მაგარი კონტრასტი აქვს ამ მოდელს. ეკრანის ტიპი არის, რა თქმა უნდა, ისევ AMOLED-ი, აი ვნახოთ ხედვის კუთხე არის მართლა კიდევ უფრო გაუმჯობესებული, რაც ნამდვილად არ უჭირდა Samsung-ს მისი ეკრანის ტიპიდან გამომდინარე და არის ნამდვილად დახვეწილი მოდელი, ხელშიც კარგად ჯდება. უკანა ნაწილი არის მინის, თეთრ ფერზე შედარებით და ფაქტურად არ შეიმჩნევა თითის ანაბეჭდები და ნათთურები, მაგრამ გვაქვს აგრეთვე სხვა ფერებიც, არჩევანში არ ვართ შეზღუდულები და ეს უკვე დიდ პრობლემას დიდად უკვე არ წარმოადგენს უკანა მინის პანელი. გადავიდეთ სისქეზე, სისქე გახლავთ 6.8 მმ, რაც საკმაოდ თხელია. საკმაოდ თხელი smartphone-ი გახლავთ, არ არის ასე ვთქვათ მისი ხარისხიდან გამომდინარე ნამდვილად ისეთი მძიმე, რომ ამან რაიმე დისკომფორტი შეგვიქმნას. Samsung-მა გამოიყენა ახალი Exynos-ის ჩიპსეტი 7420, რომელმაც რეკორდი მოხსნა benchmark-ებში, ანუ აიღო ყველაზე მაღალი ქულები. ეს უკვე შეგვიძლია პირადად ნახოთ ან ტესტირება გავატაროთ smartphone-ს, ამაზე არანაირი პრობლემა არ გვექმნება და შედარებით დაბალი ქულები აიღო S6 Edge-მა, მაგრამ
ამაში უკვე ჩვენ პრობლემას რა თქმა უნდა ვერ ხედავთ, რადგანაც Samsung-მა S6-ზე გაამახვილა ძირითადად ყურადღება და თუ რაზე გაამახვილა S6 Edge-ზე, ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. ახლა კი გადავიდეთ პროცესორზე. პროცესორი რა თქმა უნდა შესაბამისად არის Cortex-ის პროცესორი 1.5 GHz-ის სიხშირის A53 და 2.1 GHz-ის სიხშირის Cortex A57. ამ პროცესორების სისწრაფეს ხედავთ ალბათ თავად სისტემაშიც, ოპტიმიზაციაც რა თქმა უნდა ძალიან მაგრად აქვს შესაბამისად გაკეთებული. ნებისმიერი თამაში, ნებისმიერი ვიდეო აპლიკაცია აბსოლუტურად ყველაფრის გახსნა შეგვიძლია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. არის 64-ბიტიანი სისტემა. ეს ახალი ჩიპსეტი გახლავთ Samsung-ის 14 ნანომეტრიანი, რაც ძალიან მაგარია. შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ Snapdragon-ის ერთ-ერთი უზარმაზარი ჩიპსეტის წარმოებელი, ასე ვთქვათ, კომპანიასთან, 800 მოდელთან და ვერსიასთან, რომელიც არის 20 ნანომეტრიანი. მასთან საკმაოდ დიდი უპირატესობები აქვს ამ ჩიპსეტს და Samsung-მა მართლაც ძალიან მაგარი შედეგები დადო ამ ჩიპსეტით, არის ძალიან სწრაფი. სისტემიდან ამოღებულია ყოველგვარი ზედმეტობა აბსოლუტურად. Touch-Wiz-ი არის ძალიან, ასე ვთქვათ, გამარტივებული, დახვეწილი, მუშაობს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. შეგვიძლია ვნახოთ ესეც სისტემურად. შესაბამისად, ტელეფონს თავისი ჩიპსეტიდან და პროცესორიდან გამომდინარე აქვს ტრადიციულად მეილი T760. გრაფიკაზე უკვე საუბარი შესაბამისად აღარ გვინდა, იმიტომ რომ არის ძალიან მაგარი გამოსახულება ეკრანის რეზოლუციიდან და მისი გრაფიკული წამკითხველიდან გამომდინარე. რაც აღსანიშნავია აგრეთვე არის ის, რომ მასში გამოყენებულია LPDDR3-ის ნაცვლად LPDDR4, რომელიც წინა მოდელთან შედარებით ფაქტიურად 50%-ით სწრაფია და 50%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე LPDDR3 მოიხმარდა, რაც რა თქმა უნდა კარგი აქვს, გჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი ელემენტი დავზოგოთ და მაქსიმალურად დიდხანს იყოს ჩვენი smartphone-ი ჩვენს გვერდით და გამოვიყენოთ კარგად. აი ესე გამოიყურება Touch-Wiz-ი, არის მაქსიმალურად დახვეწილი. აი ესე სწრაფად მუშაობს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. აგრეთვე ყურადღება გავამახვილოთ მის შიდა მეხსიერებაზე. შიდა მეხსიერება გახლავთ 32 GB-იანი, 64 GB-იანი და 128 GB-იანი ვერსიები, ანუ ჩაშენებულია ამოცულობის მეხსიერება ამ smartphone-ში. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ნებისმიერი მათგანი და ოპერატიული მეხსიერება აქვს 3 GB, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ არის ახალი ტექნოლოგია Samsung-ის მიერ შემუშავებული UFC, ანუ Universal Flash Storage, რომელიც 2.7 ჯერ სწრაფია წინა, ასე ვთქვათ, Morbid და მის ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით, რაც Samsung-ს ჰქონდა, აგრეთვე სხვა ფლაგმანურ, ასე ვთქვათ, კონკურენტ ბრენდებთან შედარებით, ანუ ფაილების გადატანის სისწრაფე, პირიქით გადმოტანის სისწრაფე, ეს ყველაფერი კიდევ აისახება თვითონ მუშაობის პროცესშიც, აი ეს Universal Flash Storage, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დახვეწილია. სწორედ ამით შეიძლება განიმარტოს და აიხსნას, რომ მას მეხსიერების ბარათი არ ედება, მაგრამ ეს უკვე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ამ smartphone-ში, რადგანაც Samsung-მა ძალიან დიდი შრომა ჩადო და ძალიან მაგარი სიახლეები შემოგთავაზა. აგრეთვე როგორც ვთქვით, Samsung-ს ჰქონდა PayPal-თან წვდომა და ოფიციალურად ხელშეკრულება დადებული, რომ შეგვეძლო გადახდა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვნახოთ დატოვილია ისევ fingerprint-ი, ანუ შეგვიძლია თითის ანაბეჭდით ისევ კლავინდებურად შევიდეთ. აი ესე გამოიყურება fingerprint-ი. უბრალოდ აღარ არის საჭირო მთლიანად სენსორიდან ფიზიკურ ღილაკამდე ჩამოსმა ხელის, რადგანაც ისედაც აღიქვავს ფიზიკური ღილაკი ამ ყოველივეს. აი შეგვიძლია შევიდეთ. შევავსოთ ეს. რაც აუცილებელია აბსოლუტურად დააფიქსიროს ყველაფერი smartphone-მა. აი ეს ბოლომდე გავააქტიუროთ. რაც შეეხება შეგვიძლია გამოვყენოთ wireless charger-ი, ანუ დავტენოთ Wi-Fi-ის საშუალებით. ესეც ძალიან კომპაქტური და პრაქტიკულია. გამოგვადგება. ძალიან კარგი არის ის, რომ NFC-ს გარდა
მასში გამოყენებულია ძალიან კარგი MST, ანუ magnetic security transmission-ი, ასე ვთქვათ, ფუნქცია და ასეთი ტექნოლოგია, რომელსაც დღეს იყენებენ ჩვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს მაღაზიების უმრავლესობაში. NFC არის შედარებით კიდევ ახალი ტექნოლოგია, რომელიც შესაძლოა ბევრ მაღაზიას არ აქვს და ანუ ეს პრობლემა არ გვექნება, პრობლემას MST მოგვიგარებს და ამითაც შევძლებთ მარტივად გადახდას, ანუ ძველი გადახდის აპარატები თუ რაიმე იყო, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადავიხდით ამის საშუალებითაც, ესეც უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ძალიან კარგი სიახლეა, ეს შევყვანოთ ბოლომდე თითის ანაბეჭდის, რომ სენსორმა დააფიქსიროს და შესაბამისად შემდგომ შევიდეთ, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ კვლავ ისევ. და ახლა როცა მივახლოვდება უკვე დასასრულს, ავტომატურად დაუბლოკავს და განბლოკვისას მოითხოვს ჩვენი თითის ანაბეჭდს, რადგანაც შევიდეს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. ვნახოთ, აი ახლა უკვე ასრულებს. აი დაამთავრა, როგორც ხედავთ. აქ შეგვიძლია შევყვანოთ დამატებით პაროლი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს, მას შემდგომ რაც დაგვავიწყდება ჩვენს მიერ შეყვანილი პაროლი. აი ახლა დავბლოკოთ, გამბლოკოთ ისევ და აი აქ აღარ გვჭირდება თითის ჩამოსვლა, უბრალოდ ვაწვევით, აი აქ თითით ფიზიკურ ღილაკზე და ძალიან მარტივად შედის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და აღარ არის იმდენი შეცდომები, რაც აქამდე იყო შესაძლოა ყოველი შესვლის წინ ერთი სამჯერ მაინც დასჭირებოდა მას თითის ჩამოსმა. მართლაც ძალიან მაგრად მუშაობს. გადავიდეთ კამერაზე, კამერა გახლავთ 16 მეგაპიქსელიანი. შეიძლება ითქვას Android-ის პლატფორმაზე ერთ-ერთი საუკეთესო კამერა აქვს ამ ეტაპზე. მაშინ გამოყენებულია იგივე კამერა, რაც იყო Note 4-ში, უბრალოდ გაზრდილია დიაფრაგმა. დიაფრაგმა გახლავთ 1.9. შესაბამისად, სინათლის შეწოვა უფრო მარტივად ხდება, უფრო კარგად ხდება. აი შეგვიძლია გადავიღოთ სურათები. აგრეთვე დავამატებ, რომ თუ home ფიზიკურ ღილაკს დავაწვევით ორჯერ, ძალიან სწრაფად 0.7 წამში შედის smartphone-ი და შესაძლებელია უკვე ვიდეოს გადაღება, რა თქმა უნდა შესაბამისად სურათის გადაღებაც და ძალიან გამოსადეგია იმ პროცესში, როდესაც მაგალითად თამაშობთ და რაიმე არ გვინდა რომ გამოგრჩეს და მარტივად გადავიღოთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აი ესეთი ძალიან დახვეწილი აქვს და გაუმჯობესებული Samsung-ს, როგორც სენსორული აიქონიდან შესვლის ფუნქცია, აგრეთვე ორჯერ ფიზიკური ღილაკიდან შესვლის ფუნქცია. შეგვიძლია გადავიღოთ, აგრეთვე ვნახოთ თუ როგორ სწრაფად იღებს ერთდროულად ბევრ სურათს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. აქ გვაქვს რა თქმა უნდა ტრადიციულად ის ფუნქციები, რაც გვჭირდება კამერის გადაღების პროცესში, აქ არის ეფექტები, ანუ შეგვიძლია გადაღებამდე დავადოთ სპეციალური ეფექტი, რომელიც შემდგომ გადაღების შემდგომ უკვე დადებული იქნება, ანუ აღარ დაგჭირდება არანაირი ეფექტის დადება. არის HDR auto, ანუ HDR განათების რეჟიმში შეგვიძლია, აგრეთვე შეგვიძლია ტაიმერი დავაყენოთ. აქ გვაქვს flash განათების კონტროლი, თუ როგორ ვაკონტროლოთ განათება და 16 მეგაპიქსელზე გვაქვს 16:9 გაფართოება და ქვევით ნებისმიერ რეზოლუციაზე შეგვიძლია უკვე შესაბამისად დავაყენოთ და გადავიღოთ სურათი. ნამდვილად მარტივია სურათის გადაღება. გვაქვს tracking autofocus-ი დამატებული, რაც ძალიან საჭიროა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს მაკრო დეტალების გადაღება და უღებთ მოძრავ ასე ვთქვათ დეტალებს, ეს იქნება მწერი, თუნდაც შეიძლება სხვამაც გამოიყენოს მოძრავი დეტალების გადასაღებად, ანუ ამ პროცესში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ავტომატურად ის დეტალი, რომელზეც გავამახვილებთ თავიდან ყურადღება, საიტაც გადაადგილდება, იქით გააკეთებს ავტომატურად კამერა ფოკუსირებას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Samsung-მა შესთავაზა თავის მომხმარებლებს. ესე იგი, გვაქვს ავტო რეჟიმი, რაც აბსოლუტურად ყოველთვის ქონდა და გვაქვს პრო რეჟიმი, რომელზეც Samsung-მა განაცხადა, რომ ჩვენ ვეზრუნეთ იმისათვის, რომ შედარებით მათთვის, ვინც სერიოზულად უდგება ფოტოგრაფიას, გავუკეთებინა ისეთი ფუნქცია და ისეთი შესაძლებლობები, რომ ავტომატურად
არა და პირიქით მანუალზე, ანუ თვითონ ადამიანს გაეკეთებინა ფოკუსი. აი შეგვიძლია ვნახოთ, აი ესე ვაკეთებთ manual focus. ძალიან მაგარია და საჭიროა, მართლაც გამოგადგება ტესტს დამიჯერეთ. ძალიან მაგარი ფუნქცია manual focus-ი. აქ გვაქვს პირდაპირ ეფექტები და შეგვიძლია ამების ჩამოწერა. გვაქვს white balance-ი, ეს რა თქმა უნდა გქონდა ყოველთვის ისედაც და აქ manual-შიც არის გამოტანილი. არის ISO სინათლის მგრძნობელობის კონტროლი, ანუ შეგვიძლია დავაყენოთ სინათლის მგრძნობელობა. ესეც დაგჭირდება გადაღების პროცესში აუცილებლად და გვაქვს expose, ანუ შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რამდენად კონტრასტული და კაშკაშა იქნება ჩვენს მიერ გადაღებული სურათი. ეს არის ძალიან მაგარი ფუნქცია მართლაც. დიდი პლუსი Samsung ამის ჩამატებისთვის. Selective focus, რა თქმა უნდა, შესაბამისად დატოვეს, არის პანორამა, არის slow motion-ი შენელებული კადრი, არის fast motion-ი, ანუ პირიქით აჩქარებული კადრი და ვირტუალური შუთი, ანუ როდესაც მოძრაობთ ჩვენ რაიმე ტერიტორიაზე თუნდაც შენობაში, შეგვიძლია ვირტუალურად გადავიღოთ ეს ყველაფერი და არის დამატებით download ბუთონი, საიდანაც უკვე გადმოვწევთ ავტომატურად ყველაფერს იმას, რაც ჩვენ შესაძლოა დაგჭირდეს. აი კიდევ ერთხელ ნახოთ, თუ რაოდენად სწრაფად მუშაობს კამერა, როგორც სენსორული კამერის აიკონიდან ჩართვის პროცესში, აგრეთვე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ სწრაფად მუშაობს. ორჯერ ფიზიკურ ღილაკზე დაწოლის შემთხვევაში მართლაც ძალიან მაგრად აქვს Samsung-ს ნამუშევარი, აქვს უმაღლეს დონეზე ოპტიმიზაცია გაკეთებული და ძალიან კარგია. მოკლედ, უკანა კამერით შეგვიძლია 2160 პიქსელზე გადავიღოთ 30 კადრი წამში, 180 პიქსელზე შეგვიძლია გადავიღოთ 60 კადრი წამში, 720 პიქსელზე შეგვიძლია გადავიღოთ 120 კადრი წამში. გვაქვს შესაბამისად, რა თქმა უნდა, HDR-ის კონტროლი, რაზეც ვისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანია. აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია, რაც განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვინც უფრო ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს დაგჭირდება იმისათვის, რომ ვიდეოს მაქსიმალურად ქონდეს სტაბილიზაცია, ანუ ოპტიკური სტაბილიზაციის მთავარი, ასე ვთქვათ, დადებითი მხარე არის ის, რომ მოძრაობის პროცესში მაქსიმალურად იყოს ბალანსი დაცული და არ შეიმჩნეოდეს ზედმეტი რხევები ოპტიკური სტაბილიზაციის დროს სწორედ ეს ბალანსდება და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის კადრები, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, იმის გამო რომ არ აქვს smartphones ოპტიკური სტაბილიზაცია, შეიძლება უბრალოდ გაფუჭდეს ან ძალიან მარტივად ვეღარ დავინახოთ. იმის გამო რომ ოპტიკური სტაბილიზაცია არ აქვს, ესეც ხაზგასასვამია და აი მართლაც არ შეიმჩნევა არანაირი დაყოვნება. წინა კამერა აქვს 5 მეგაპიქსელი, რომელიც იღებს 1080 პიქსელზე Full HD-ზე 30 კადრი წამში გარჩევადობით. გვაქვს ასეთი საინტერესო სიახლე OneDrive-ი, Microsoft-ისგან ოფიციალურად 125 GB ონლაინ სივრცე, ძალიან კარგია. გვაქვს აგრეთვე OneNote-ი, Samsung-ს ოფიციალურად აგრეთვე ესეც Microsoft-ისგან და ძალიან მაგარია და ოფიციალურად Skype-ი, რა თქმა უნდა, ამების ჩაწერა ისედაც შეგვიძლია ჩვენ Play Store-დან, Play Market-დან, მაგრამ ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, კარგი სიახლეა. თავად როგორც Microsoft-ისგან, აგრეთვე Samsung-ისგან, აი ესე გამოიყურება ვიზუალურად შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ისევ. გადავიდეთ მის მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც გახლავთ ბატარეა. ბატარეა გახლავთ 2550 მAh-იანი, რომელიც, რა თქმა უნდა, დღესდღეობით smartphone-ების კვალობაზე არ არის ყველაზე საუკეთესო მოცულობის ბატარეა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩიპსეტი არის 14 ნანომეტრიანი, არის LPDDR4-ის, ასე ვთქვათ, მაზერი ან დედაპლატა, არის შესაბამისად ბევრად სწრაფი, მოიხმარს ბევრად ნაკლებ ენერგიას ვიდრე იყო აქამდე და ერთ-ერთ საუკეთესო ათეულზეა შესული ბატარეების პირველზე თუ არ არის ნამდვილად მაგარი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაცია აქვს ბატარეასაც გაკეთებული, ის პრობლემაც Samsung-ს ნამდვილად არ ქონდა არასდროს და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში გამოასწორეს იმით, რომ touch-ვიზიდან ამოიღეს ყოველგვარი ზედმეტობები და აი მუშაობის პროცესშიც კი შეამჩნევთ თუ როგორ სწრაფად მუშაობს touch-ვიზი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ძალიან კარგი გასახარი, ასე ვთქვათ, სიახლე არის ის, რომ როგორც ვიცით, ყველა წარმოებელმა
გადაწყვიტა რომ გამოეყენებინათ სწრაფი დატონის ტექნოლოგია, Samsung-საც ჰქონდა Note 4-ში ეს ტექნოლოგია გამოყენებული, მაგრამ გადაწყვიტეს S6-ში კიდევ უფრო დაიხვეწათ ეს ტექნოლოგია და 10 წუთში ჩვენ უკვე შეგვიძლია ბატარეა დავტენოთ ასე ვთქვათ იმოცულობაზე, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს უყუროთ 2 HD გაფართოების ვიდეოს ან 4 საათის განმავლობაში ნორმალური გამოყენებით შეგვიძლია გამოვიყენოთ smartphone-ი 10 წუთი ნამდვილად ისეთი დროა ნამდვილად გვიღებს 4 საათის განმავლობაში გამოვიყენოთ smartphone-ი ან უყუროთ 2 HD გაფართოების ვიდეოს ნამდვილად ძალიან მაგრად აქვს ნამუშევარი კიდევ ერთხელ ავღნიშნავ Samsung-ს იგი შემოვა გაყიდვაში საქართველოში აპრილის შუა რიცხვებიდან დაახლოებით თქვენ შეგეძლებათ მობრძანდეთ OK-ში შეიძინოთ ოფიციალურად Samsung-ის 1 წლიანი გარანტიით ანუ თავად ბრენდი მოგემსახურებათ 1 წლის განმავლობაში და მართლაც ნამდვილად ძალიან მაგარი smartphone-ია, ძალიან მაგრად აქვს Samsung-ს ნამუშევარი. მოკლედ S6-ზე ამით შემოვიფარგლოთ. გადავიდეთ S6 Edge-ზე, სადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილებები გვჩება მისი ვიზუალიდან, გამომდინარე იქიდან რომ ორივე მხარეს აქვს ეკრანი გადაზნექილი. ეს ნამდვილად ძალიან მაგარ შთაბეჭდილებას ტოვებს და ახდენს აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანზე. ხედვის კუთხე აქვს მართლა ძალიან მაგარი. Note 4, როდესაც გამოვიდა, ვიცით გამოვიდა Note 4 Edge, რომელსაც აგრეთვე ჰქონდა გადაზნექილი ეკრანი, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჰქონდა შედარებით არაკომფორტულად, შედარებით ცუდად ჰქონდა გადაზნექილი ეკრანი. და ცოტა დისკომფორტს ქმნიდა, რაც ნამდვილად ცუდი იყო, რაც ამ შემთხვევაში აღმოფხვრილია და გამოსწორებულია და პირიქით ძალიან მაგარ, ასე ვთქვათ, შეგრძნებას ტოვებს, როდესაც ის ხელში გვიჭირავს. აქ ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ თუ რა სიახლე ჩადეს თავად S6 Edge-ი, ანუ რა დატვირთვა მიწეს ამ გადაზნეკილ ეკრანს აგრეთვე დამატებით. ანუ აი აქ Edge screen აქედან ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, როდესაც საუბრობთ, ან გვირეკავენ როდესაც ვართ შეხვედრაზე ან ასე შემდგომ ისეთ სიტუაციაში სადაც შესაბამისად უთიშავთ smartphones ხმას, მაგრამ შესაძლოა შემოვიდეს ისეთი მნიშვნელოვანი ზარი, რომის გამოტოვებაც არ გვინდა. გააკეთა Samsung-მა ასეთი რაღაც, რომ მაგალითად ნებისმიერი 5 კონტაქტი ავირჩიოთ, ვისთანაც ყველაზე ხშირად გვიწევს საუბარი და შემოგვდის ზარები, დავაყენოთ შესაბამისად ამ კონტაქტების მიხედვით ფერები, მაგალითად ნებისმიერს მივანჯოთ წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ასე შემდგომ, ასეთ ტიპის ფერები და როდესაც ჩვენ თავად ეკრანით მოვათავსებთ, აი ასე, თვითონ მაგიდაზე, შესაბამისად, როდესაც შემოვაზარდი, აი ამ კანძზე, რომლებიც მას კუთხეში აქვს გადაზნექილი, ავტომატურად აინთება ის ფერი, რომელ კონტაქტზეც რა ფერი გვიყენია და შესაბამისად ჩვენ უკვე გავთვლით, საჭიროა უპასუხოთ თუ არა ამ კონტაქტს, თუ არ უპასუხოთ, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ესეც იდეალურად მუშაობს. არანაირი განსხვავება არა მუშაობის პროცესში, ძალიან სწრაფად მუშაობს. და არის მაქსიმალურად გამართული smartphone-ი, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მატერიალებიც აბსოლუტურად იგივე აქვს გამოყენებული Samsung-ს S6-ში. შეგვიძლია ვნახოთ კიდევ უფრო ახლოდან ეკრანი, მისი დეტალები არის მაქსიმალურად კარგად დახვეწილი. აღვნიშნოთ ისიც S6-ზე და S6 Edge-ზე, რომ Samsung-მა განაცხადა, რომ ეს smartphone-ები გახლავთ ის smartphone-ები, რომლებიც Samsung-ის ასე ვთქვათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე smartphone-ები არიან, რაც ძალიან კარგია, რადგანაც საკმაოდ ხშირად შეიძლება ბევრ ჩვენგანს უვარდებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა რეკომენდირებული არ არის მათი ძირდავარიდან, მათი ეკრანის სენსორიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, რადგანაც შესაძლებელია აბსოლუტურად არაფერი არ დაემართოს ზოგადად smartphones, მაგრამ შიდა ნაწილები ნებისმიერ რამ შესაძლოა დაუზიანდეს. მოკლედ, ასე გამოიყურება Samsung-ის 2015 წლის საუკეთესო ფლაგმანები, რომლებიც ასე ვთქვათ წელს ჯერჯერობით უკონკურენტოდ არიან, ძალიან დიდი წარმატება აქვთ. ძალიან კარგად მუშაობენ, აღმოფხვრილი აბსოლუტურად ყველაფერი, სისტემურად, აღმოფხვრილია აგრეთვე ჰარდის მხრივაც, 14 ნანომეტრიანი
ასე ვთქვათ, ჩიპსეტი დღესდღეობით უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა აბსოლუტურად ყველა განხრით. მოკლედ ამ smartphone-ებს თუ იყიდით, ნამდვილად არინანებთ, თუ ვიზუალი მოგწონთ, edge არის იდეალური, თუ ასე ვთქვათ, არ მოგწონს ეს გადაზნექილი ეკრანი, შეგვიძლია ავირჩიოთ S6 ჩვეულებრივ, შეგვიძლია ვნახოთ დიზაინი, მათი კანტები, არის ნამდვილად ძალიან მაგარი დახვეწილი მოდელები და ძალიან მაგრად აქვს Samsung-ს ნამუშევარი ამ მოდელებზე. მოკლედ, ჩვენ ამით დავასრულეთ საუბარი ამ მოდელებზე, ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრაზე.